გამარჯობა, ესე იგი კოცებმა ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს. მივიტყვი რომ კიდე ანტიქართული. ესე იგი ბინა თუ გაქვს საქართველოში ერთი ბინის მფლობელი თუ ხარ და რაღაცა შემოსავალი თუ არის შენი მთელი ოჯახს, ანუ შენ და შენი მეუღლე რომ მუშაობდეთ 40,000 ლარი იყოს წელიწადში შენი შემოსავალი, კოცებს უნდა შეუტანო ბიუჯეტში გადასახადი, იმიტომ რომ მე კარგად მოიპარონი იქ რა. და ხა რამდენი იპარავს და როგორ იპარავს, მე ამაზე ახლა კომენტარს არ გავაკეთებ. არ დატოვეს თავის გუნდში ტიპი, რომელსაც კორუფციით არ მიედავნენ და ციხეში არ გაუშვეს და მილიონის მიტანა იქეთ არ თხოვეს და კიდე ესეთი რაღაცეები რა. თქვენ დედაარღნიანო კოცებო, თქვენ. რიგით ქართველებს რომ დასდებთ კუდში. წადით ბიძია და იზორიას მოთხოვეთ. მიტაცებული მილიონების მოტანა, რამდენი 7 სახლი რო აქვს ტიპს. და ზოგი საკუთარი სიმამრის და სიდედრის სახელზე რო აქვს გადაფორმებული და მე რომელიღაცა ის რო ავიწყდება ბაითი, ის ხო სახლი არ არის რა, ირანის ელჩე, გერმანიის ელჩე მიქირავებული ბაითები რო ავიწყდება დეკლარაციაში რო შეიტანოს და მილიონების ქონება რო ავიწყდება, ვითომ დეკლარაციაში რო შეიტანოს და თქვენ ამის გამო 1000 ლარით რო აჯარიმებთ რა. თქვენ წრეებში მოიკითხეთ, თქვენ წრეებში მილიონები იზორიას ერთ სახლს მარტო აი ჭანჭიკი როა სახლის კარის ის რო არის აი პეტრი ეგრეთ წოდებული 500 დოლარი როგის ყველაზე მცირე. ანუ ხო წარმოგიდგენიათ სახლი რა ეღირება. თქვენ ჯგუფებში მოიკითხეთ ბიჭო განცხრომა და კეთილდღეობის მოპარვა და დამალვა ამ გამათხოვრებული საზოგადოებისთვის თითეული ქართველიდან რო ცდილობთ და თითეული ქართველი ჯიბიდან რო ცდილობთ მართლა პულის ამოღებთ თქვენ გულის ამრეოს აზიზღრებო ბიძინა ივანიშვილი ესე იგი თავის ბუტკაში თუ რაღაცა მოუვა აზრად როგორ უნდა გაპარსოს ქართველი იმას ეუბნება არა სახლი გაქვს გადაიხადე ვინღა გაჩერდება ამ საცოდო ქვეყანაში ლუკმაპურის ის არ დაუტოვა ქართველს რო იშოვოს და საქართველოში მეორე გვარი აზერბაიჯანულია უკვე სიდიდით კაცო. ქართველები ჩვენ მალე დავკარგოთ ეთნიკურ უმცირესობას საკუთარ სამშობლოში. აი ამ ნაძირლების გადამკიდე რაზე არის ლაპარაკი. და კიდე რამდენ კანონპროექტს უნდა შევუწყოთ ჩვენ ხელი, რომ მივიღოთ რამდენ ანტიეროვნულს და რამდენ ანტიქართულს. ესე იგი ქართველს საკუთარ ქვეყანაში სახლი თუ აქვს ეს ყოფილა ისეთი რაღაცა, რომ ქონების გადასახადი უნდა გადაუხადოს ბიძინა ივანიშვილს. მარაზმი რაღაცა, სირობა რაღაცა ბიჭო. გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში წესიერ ქვეყანაშიც ასე არის რა, 2 და 3 სახლი როცა გაქვს, იმას ადეკლარირებ და კი იქედან თუ აქირავებ იმას, კი შეიძლება რაც არ არის შენი ძირითადი საცხოვრებელი სახლი, სახელმწიფოს რაღაცა გადაუხადო, მაგრამ ერთი სახლი რომელშიც შეიძლება ცხოვრობდე, აბა სად იცხოვრებ. და საკუთარ სახლს ხო არ გააქირავებ და ნაქირავებში ხო არ იცხოვრებ. იზორია თუ არა ხარ. რაღაცა არალოგიკური, არაჩამოყალიბებული, როგორ გითხრათ, არაადეკვატური, როგორც ამათ ჩვევიათ, აი ესეთი კანონები აქვთ. ეს არ არის წესიერი ხალხო. ეს ქვეყანა არის, როგორ გითხრათ რა, კოცების ქვეყანა არის ამოსახნავი თავიდან ბოლომდე რა, როგორც გლეხი აბრუნებს რა. მიწას დახუნის დროს აი ესე თუ არა მობრუნდა ეს ყველაფერი თავისი ეგრეთ წოდებული სამართლიან ჭყალებში სამართლიან რომელიც თავიდობოლო უსამართლოა ხო საქართველოს დაიღუპება უახლოეს მომავალში ჩვენს საძირკველს ჩვენ ერს უდებს დინამიტს ჩვენ ვაფეთქებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენ ამას მაშინ გავიგებთ როდესაც სხვა ერიშვილები ჩვენ ქვეყანაში გვეტყვიან რომ თქვენ ზედმეტი ხართ და ბოდით რა ახვიეს სხვაგან ჯობია ამაზე ვიფიქროთ რა ეს ქვეყანა უფრო მეტია ვიდრე კოცობა და ვიდრე ნაცობა ასაკრძალი არის ასაკრძალი საზოგადოება არის ესენი აგუკრძალავენ ჩვენ ქართველებს დიდი ხანია წესიერ ქართველებს ცხოვრება აგუკრძალეს ჩვენს ქვეყანაში და ვინც ცხოვრობს საქართველოში ხო ძალიან დიდი პრესის ქვეშ ცხოვრობს და ეხლა უნდა ტოტალურად გააუბედურონ ქართველიერი ტოტალური უბედურება უნდა რომ გააკეთო ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ თითეული ქართველი საცხოვრებლიდან მიიღოს ლუკმა ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა? ამაზე მეტი სად მიდის ამათი ლოგიკა? თუ გიფიქრიათ ამაზე. სად მიდის? სოჭი კი აქვს ყველა ადამიანს ჩართული, რომელიც
მინიმუმ სუნთქავს საქართველოში. გასაგებია კანონმდებლობაც და კანონმდებლობაც, ხო? ეს არ არის კანონმდებლობა, ეს არის ტუალეტი. ბიძინა ივანიშვილის ტუალეტია ეს. ეს არ არის სახელმწიფო. მხოლოდ და მხოლოდ დარჩა კერპი ბიძინა ივანიშვილი და დარჩა ეს აზიზღარი როჟები. მეც არაფერს არ გეტყვით. თქვენ თვითონ შეხედეთ რა. რა ძალა მართავს ქვეყანას და საით მიგვაქვს.